შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ორმხრივი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა. შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. განსაკუთრებით მძიმე დღეა აფხაზეთში უგზო-უკლოდ დაკარგულად მიჩნეული დამატებით 6 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 5 სამხედრო მოსამსახურის ოჯახებისთვის, რომლებიც არიან ომის სისასტიკით გამოწვეული იმ ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილე, რაც ჩვენი ქვეყნის მრავალათასობით ოჯახმა გამოსცადა და რაც უკავშირდება ახლობელი ადამიანის დაკარგვას, დევნილობას თუ უგზო-უკლოდ გაუჩინარების უმძიმეს ხვედრს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი სამწუხაროდ დღემდე განიცდის საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმე შედეგებს და ამიტომაც განსაკუთრებით აფასებს მშვიდობას. დღეს ჩვენ მემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს თავისი სამშობლოსთვის, თავისი სიცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მინდა რომ ყველა იმ უწყებას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებაში და გადმოსვენებაში, მადლობა მინდა გადაუხადო მათ. გიორგი გაბროშვილის დედა ვარ. 93 წლის 24 სექტემბერს აჩადარაში აიყვანეს დილით 6 საათს თავის თანამებრძოლებთან ერთად. აქამდე უგზო-უკლოდ იყო დაკარგული, თავზე ვიძალა არ არის დნმ-ია. როცა მოვიდა დადებითი პასუხი. ახლა ჩვენ ძმათა სასაფლაოზე გმირთა სავანეში წმინდა ნინოს მემორიალთან გვაქვს ჩვენ ძმათა სასაფლაო და იქ დავკრძალავთ. მრავალშვილიანები იყავით, ეს გენოციდი რაც დაგვემართა. თქვენ მომავალმა თაობამ შეავსოთ და საქართველო გააძლიეროთ და გაამრავთ. ჩემი ძმა ჯამბული ბერულავა იყო მეომარი, სამხედრო მეომარი სოხუმში, აფხაზეთში. თითქოს და გუშინ მოხდა ეს ყველაფერი. 33 წელი გავიდა. 2 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში გადმოსვენების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 623 ადამიანის ნეშტი. მათგან იდენტიფიცირებულია 323. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ჩვენ ერთ ოცეულში ვიყავით ომის დასაწყისიდან თითქმის ბოლო დღემდე, მაგრამ ბოლო დღეს დაიკარგა. ჩვენთვის უგზო-უკლოდ დაკარგული იყო დიდი ხნის განმავლობაში, სულ რაღაც 1 წლის წინ გამოჩნდა რომ მოინახა მისი საფლავი. მინდა გითხრათ რომ სამწუხაროდ აი დღეს ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ ყველა მისავა თანამებრძოლები, რომ ის შეგრძნება, მაგრამ ვართ სოფლში და აი ახლა იმარხება ეს პირველად. არ გვეგონა რომ ასეთი ძნელი გადასატანი გახდებოდა. წლები არ შლის ამას ყველაფერს.